სალამ მშვიდობისა ძვირფას მსმენელო, მე ვარ ჟურნალისტი გიორგი კორძაძე და დღეს ჩემი საავტორო გადაცემის, რომლის სახელწოდებაა დახმარების ხელსგისმით ჟურნალისტი რიგით 22 გადაცემაა. ამჟამად ჩემი თანაწამყვანი ჟურნალისტი ქეთი ხომერიკი და მე დახმარების ხელს გავუწვდით იმ ხალხს, რომლებსაც დღეს შესაძლოა ყველაზე მეტად უჭირს, რომლებიც გამოკეტილები არიან 4 კედელში. ბევრი მათგანი მართლა უსამართლოდ იხდის სასჯელს და სოლიდარობას მე პირადად და ქეთი ვუცხადებთ აი 30 პატიმარს, რომელმაც გამოაცხადა უვადო შიმშილობა, მაგრამ რადგან ისინი ითხოვდნენ რომ 2012 წლამდე ვინც არის გასამართლებული, მათი საქმე გადაიხედოს, შევიდა იქ წარმომადგენელი პარლამენტის და შიმშილობა ჯერჯერობით შეწყვიტეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეწყვიტეს და მაინც აი კონკრეტულად რას ითხოვდნენ ეს ადამიანები. წარმოგიდგენთ დღევანდელ ჩვენ სტუმრებს ალექსანდრე კაპანაძე, იურისტი, მოძრაობა ჰუმანურობისათვის დამფუძნებელი და ქალბატონი სვეტლანა ჩხუმიანი, ამ მოძრაობის წევრი და უვადო პატიმრის მშობელი ნიას ჩხუმიანის, რომელიც იყო სპეც დანიშნულების მებრძოლი, აქვს უმაღლესი სამხედრო განათლება და იბრძოდა საქართველოს თლიანობისთვის, რაც იყო გამართული ომები, მაგრამ დღეს აი უვადო პატიმარია და მე უბრალოდ რაც მოვისმინე ქალბატონ სვეტლანასგან, მივხვდი რომ მართლა შეკერილი საქმეა და ნიაზი გახლავს ვიღაც, ასე ვთქვათ, ჩინოსნის პატიმარი, რაც დიდ მოდაშია საქართველოში შემოსული, რომ ყველა ვიღაცის პატიმარია იმის, ვინც მოკალათებულია თბილად სავარძელში. ეს ყველაფერი დროებითია, მაგრამ ჩვენი დღევანდელი გადაცემა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, რომ ძირფესვიანად შეიცვალოს აი ეს სასამართლოს სისტემა, ეს მანკიერი, რომელმაც აი ამ 30 წლის განმავლობაში, არ ვიცი, ჯოჯოხეთის წრეებში ატარა ადამიანები. ბატონო ალექსანდრე, გთხოვთ, ესე იგი, რა მოხდა იქ, რა მოთხოვნები გქონდათ, როდესაც დაიწყეს შიმშილობა და აი რატომ შეწყვიტეს? მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა საერთოს ხმას, რომ საერთოდ დრო დაგვითმო. მივესალმებით თქვენს მსმენელს, ასევე მივესალმებით ყველა პატიმარს და პატიმრის ოჯახის წევრს, ვინც დღეს გვისმენს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა არის ეს მათთვის. შიმშილობა დაიწყო იმის გამო, რომ პატიმრები უკვე 9 წელიწადია ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას, რაც არ მოხდა. 2021 წლის ამნისტიის მოლოდინში იყვნენ და ელოდებოდნენ, რომ ამ ამნისტიით მაინც რაღაც შეეხებოდა ამ ადამიანებს, ვისაც შეეხო 2012 წლის ამნისტია. ამნისტიის პროექტში მე-16 პუნქტში ეწერა, რომ ყველას უნდა შეეხოს 1/4 სასჯელის მოკლება მინიმუმ, ხოლო როდესაც უვადო პატიმრების საქმეები განიხილებოდა სასამართლოებში, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო შემდეგი, ამ თქვენ გეხებათ 1/4 სასჯელის მოკლება, თუმცა გრჩებათ უვადო პატიმრობა. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც შეეხო ამნისტია, მაგრამ ფაქტობრივად არ შეეხო. შემდგომ იყო ის, რომ როდესაც 2021 წლის ამნისტიაც შიც არ იყო გათვალისწინებული უვადო პატიმრების კომპონენტი, იყო დაპირება პირდაპირ პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯულაძისაგან, რომელიც შევიდა საპატიმროში, რომ აწიოს სასამართლოები, რომლებიც განიხილავენ უვადო პატიმრების პირობით ვადაზე გათავისუფლებას ან სამაჯურით
გათავისუფლებას, აწიო კანონიერად განიხილავენ აი ამ საქმეებს და დაუსაბუთებელ და ფორმალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ. ერთის მხრივ დაადასტურა ის, რომ ესეთი პრობლემა არსებობს და მძიმე პრაქტიკა, მეორეს მხრივ აჩვენა, რომ ზეგავლენას ახდენ სასამართლოზე. ხოლო შემდგომ იყო ერთი საქმე, რომელიც განიხილებოდა ასევე სასამართლოს მიერ და სასამართლო მისცევს სრულიად რესოციალიზებულ და გამოსწორებულ პატიმარს, ვისაც ეკუთვნის დახასიათებით და ყველა სხვა მახასიათებლით, რომ იყოს გათავისუფლებული დღეს და იყოს გარეთ, სასამართლო უთხრა უარი. ამის შემდგომ ეს იყო ბოლო წლეთი და პატიმრებმა დაიწყეს შიმშილობა. შიმშილობა დაიწყეს, ხოლო ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ 16 წელი, 17 წელი რო იხდი სასჯელს, რა თქმა უნდა, ახურულ სივრცეში ხარ და ძალიან რთულია შეწყვეტეს ეს შიმშილობა, მაგრამ დროებით პროტესტი არ შეწყვეტილა და ჩვენ აი მუშაობთ იმ საკითხზე, რომ ამ ადამიანებს რამე შეეხოთ. მოთხოვნა იყო შემდეგი. ჩვენ მოძრაობა იგივე უვადო პატიმრები, ჩვენ არ ვითხოვთ ამ ადამიანების უპირობო გათავისუფლებას, ჩვენ არ ვითხოვთ ამ ადამიანების ამნისტირებას ან სასჯელის მოკლებას, ჩვენ ვითხოვთ ყველაზე ობიექტურ დასამართლიან რაღაცას, საქმების გადახედვას, იმიტომ რომ ეს არიან 2012 წლამდე გასამართლებული პირები, მაშინ როდესაც ყველამ ვაღიარეთ იგივე წინა ხელისუფლებას, რომ იყო არასამართლიანი სასამართლო. არასამართლიანი სასამართლოს პირობებში ზოგი პატიმარი არის სრულიად უდანაშაულოდ და იხდის სასჯელს, უვადო სასჯელს, ზოგს არაპროპორციულად მიესაჯა უვადო პატიმრობა და ბოლო 9 წლის განმავლობაში მსგავსი დანაშაულებებისათვის ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ უვადო პატიმრობას, გამოიყენება ძალიან უკიდურეს შემთხვევაში და მაგიტომაც ვითხოვდით საქმების გადასინჯვას და ვითხოვთ დღესაც რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო სამართლიანად განიხილავს საქმეებს, თუ პირს მართლა არ ეკუთვნის სასჯელი და არის უდანაშაულოდ, იგი გათავისუფლდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეკუთვნის ვადიანი სასჯელი, ვადიან სასჯელში გადაუვა ეს სასჯელი, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ მაინც და მაინც უვადო უნდა იყოს დარჩენილი, დარჩება უვადო პატიმრობა. საზოგადოებას მინდა მივმართა, იმიტომ რომ ყველას ეშინია, რატომაც უვადო პატიმრების ან უვადო პატიმრების საქმების გადახედვა. 75% უვადო პატიმრების იხდის სასჯელს 18 წლის ასაკიდან. ანუ ეს ის პერიოდი არის 2000-იანი წლები, როდესაც აი თუნდაც ის მენტალობა, ის რაღაც გარკვეული 90-იანების გადმონაშთები იყო და ეს იყო პირველი ჩადენილი დანაშაული. და ერთი ფაქტი, 90-იან წლებში შევარნაძემ შეიწყალა 56 უვადო პატიმარი, რომელებსაც სასჯელად განესაზღვრა 15 წელი. შემდეგი წლების განმავლობაში, 25 წლის განმავლობაში 56 შეწყალებული პატიმრისგან მხოლოდ 4-მა ჩაიდინა დანაშაული და ისიც ნაკლებად მძიმე, ქურდობა და მსგავსი ტიპის. თქვენ ახსენეთ, რომ ბატონი სარჯოლაძე საუბრა ადრიან პატიმრებს ქონდა მასთან კომუნიკაცია და დაპირდა, რომ ასე ვთქვათ, მათ რაიმე გავრცელდებოდა. მას შემდეგ, რაც შიმშილობა დაიწყო 30 პატიმარმა, ბატონი სარჯოლაძე დღეს მოგესალმებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელია, უფროსია. იყო თუ არა რაიმე რეაგირება მისი მხრიდან ან ზოგადად დაინტერესება სამართლიანობა შეწყვეტენ, აი ახლა თუ არ რაიმე ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან ჩვენი იმ ადამიანების, ვინც ამ ადამიანებს მაშინ ჯერ კიდევ უყურებდნენ, რომ მათ რაიმე შეეხებოდათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინმე შეეხებინა საერთოდ ამ საკითხს. ახლა ეს ადამიანის შიმშილობს და იგივე სარჯოლაძის პატიმრები დაიწყეს შიმშილობა იმ დღეს, როდესაც განიხილებულა პირველად შევიდა ოპოზიცია პარლამენტში, მაგიტომაც ხელისუფლებას არ ეცარავა ამ უვადო პატიმრებისათვის. დაინტერესება როგორც ისეთი არ იყო, უბრალოდ დეპარტამენტიდან და სამინისტროდან იყო შეასული ხალხი ანუ უვადო პატიმრებთან, ვინც უთხრა, რომ თქვენ მიაწვდით ხმა ანუ ხელისუფლებას და ხელისუფლება განიხილავს აი ამ საკითხს. ჯანმრთელობის გამომდინარე, რა თქმა უნდა, როგორც უკვე თქვით, ანუ შეწყვეტეს პატიმრებმა ანუ შიმშილობა, თუმცა ჩვენ ეს დაპირებები და ის, რომ თქვენი საკითხები დარჩა. რა თქმა უნდა, დაპირებებს სარჯოლაძემ ანუ მეორედ უკვე არ იყო შესული, საუბრობ და რა თქმა უნდა, იცის ამ ფაქტის შესახებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უკვე დავიწყებული აქვს და ჩვენ რა თქმა უნდა სულ შევახსენებთ მათ, რომ უვადო პატიმრები იხდიან სასჯელს არაპროპორციულად და უდანაშაულოდ ზოგ შემთხვევაში.
თან ბატონო ალექსანდრე, როგორც ვიცით, 15 წელი როცა გუადოს მოხდილი, უკვე შემდეგ მასზე უნდა გავრცელდეს ანუ კანონით რაიმე შეღავათი, ხო იგივე შინაპატიმრობა თუ მიმართავს პატიმარი, იგივე შეწყალებაც ხომ ეს გუადო პატიმარს აქვს უფლება 15 წელიწადზე გათავისუფლდეს ეგრეთებული სამაჯურით, ელექტრონული კონტროლით და 20 წელიწადზე პირობით ვადაზე ეატრე. იმ შემთხვევაში თუ დახასიათებით და სხვა მახასიათებლებით დგინდება და დამტკიცებული არის, რომ ის არის სრულიად რესოციალიზებული, ეგრეთ წოდებული გამოსწორების ფაქტი დადგენილი არის და ახალი დანაშაულის საფრთხე არ არსებობს. თუმცა პრაქტიკა არის ის, რომ სამართლოები არ ათავისუფლებენ ამ პატიმრებს და ერთი შემთხვევა იყო შარშან სექტემბერში ერთი პატიმრის საქმე განიხილებოდა, როდესაც უარის თქმის საფუძვლად ჩაიწერა 10 წლის წინანდელი დარღვევა იმისათვის, რომ პატიმარს ხმამაღლა ჰქონდა აწეული რადიოს ხმა საკანში. მაშინ, როდესაც იყო ეგრეთ წოდებული რეჟიმის პერიოდი, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და არ ადამიანურად ებყრობოდნენ. და კიდევ ერთი მომენტი, 2012 წლის ამნისტია, რომელიც ამის მისი საფუძველი იყო ის არადამიანური მოპყრობა და წამება პატიმრების. უადო პატიმრები იგივე უადო პატიმრები არიან, ვინც გაიარა აი მთელი ეს რეპრესიები. შესაბამისად, მათზე სამართლიანად უნდა განხორციელებულიყო ის ამნისტია. თუმცა არ განხორციელდა. ეხლა რაც შეეხება უადო პატიმრის მშობელი არის აი ამ кейს საქმეს იქნებ ვისაუბროთ, რატომ იხდის თქვენი შვილი სასჯელს და შიმშილობდა როგორც ვიცით. მოგესალმებით. ჯერჯერ პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ მომეცით საშუალება კიდევ ერთხელ მივმართო და შევახსენოთ ჩვენს მთავრობას, რომ ვარსებობთ ისეთი პატიმრები, რომლებიც უდანაშაულო არიან, მაგრამ ყურად არავინ არ იღებს. ამისთვის დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენ. მივესალმები მსმენელს, გენაცვალე მე ყველას თქვენ, ყველა მიცნობს, იმიტომ რომ მე 16 წელია გავიძახი, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. იმიტომ კი არ გავიძახი, რომ ზეპირად უთქვა ჩაიხედოს რომელი იურისტიც უნდათ იმან ჩაიხედოს საქმეში და დაინახავს რომ უდანაშაულოდ მიზის. მას არ ჩაუდენია ეს მკვლელობა. არც ქონდა მაგის აღზრდელობითი თავისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა, რომ ადამიანები მოკლას იმისთვის, რომ რაღაცა თანხა სჭირდებოდა თურმე, ეს არის მოტივი პროკურატურის და ამ დროს ის იყო განსაკუთრებულ დანიშნულების სპეცრაზმელი, იყო აკადემია დამთავრებული და როცა ორი ადამიანს კლავ და მას არ ხსნი იმ ძვირფასეულობებს, რომლის გულისთვისაც კლავს. ადამიანის მკვლელობისთვის არის უვადო პატიმარშული. 2005-ში მოხდა მკვლელობა სააკაშვილის დროს 2006-ში დაიჭირეს ჩემი შვილი შეკერილი ბრალდებით, რომ თითქოს დღეში ჩახოცა ორი ადამიანი. და იმ დღიდან გავიძახით, რომ უდანაშაულები ვართ, მაგრამ არავინ არ გვისმენს. კარგი. კითხვა მაქვს ასეთი, ამ მთავრობისადმი თუ არ ირღვეოდა კანონი, რატომ ვიყავით 100,000-ობით ადამიანი ქუჩაში და ვთხოვდით, რომ ივანიშვილს მოეყვანა ახალი გუნდი, რომ ეშველათ ჩვენთვის. ესე იგი ირღვეოდა კანონი. თვითონაც აღიარეს, რომ ირღვეოდა კანონი მისჯაში ადამიანებს. ადამიანები, იმიტომ ვითხოვდით თავრობის ხაძე იყო თუ ბესელია იყო თუ ვინ იყო, ყველა პირდებოდა, რომ აუცილებლად შეიქმნება გადახედვის კომისია, ხარვეზების შემსწავლელი კომისია, რომელიც დაადგეს ვიდა უდანაშაულო და ვინა დანაშაულით მისჭილი. ნუ რას უკაცრავად დაავიწყდა ყველამ გამოაშვებია თავისი ახლობლები და ჩვენ აღმოჩნდით სრულიად უპატრონო, არც პარლამენტში არავინ არ მყავს, არც პროკურატურაში, ჩვენ ვართ აფხაზეთელები და ამიტომ აღმოჩნდით, რომ თურმე კანონის დარღვევით მისჯაზე მუშაობა კი არ იყო, მათთვის იყო თავისიანების გამოშვება და სხვები რა ბედში არიან, მე-16 წელია, როგორ არიან, არავის არ აინტერესებს. საჯველაძის საქმეც საჯველაძე, რომელიც წინა საარჩევნოდ შევიდა ციხეში, რამოდენიმეჯერ და უვადო პატიმრებს შეხვდა და დაპირდა სამთვიანი იქნება
მათზე ფსიქოლოგთან მუშაობა, ფსიქოლოგით მუშაობა, რომ მიმუშავებენ, რომ მათ საშუალება ქონოდათ მე შეწყალების თუ რითი გამოშვების და თურმე ატყუილებს სამთვიანი კი არა, როცა არჩევნები ჩატარდა 4 წლიანი აღმოჩნდა და თვალში ნაცარს გვაყრեց პატიმრებს, რომ სამთვიანი არისო და ახლა კანონით დაწერილია 4 თვიანი აღმოჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აი საჯურაძემ როდესაც იყო შესული, ასე უთხრა პატიმრებს, რომ იქნება ახალი მექანიზმი, რომელიც დაახასიათებს მსჯავრდებულს, ჩართული იქნება სხვადასხვა ფსიქოლოგები, სხვადასხვა სოციალური კი და შესაბამისად ეს პროცესი გაიწელება და ისე 2 წლამდე ან 4 წლამდე გაიწელება ეს, მაგრამ სასამართლო თუ არ შეიცვალა და პრაქტიკა და მოსამართლე არც ამ დახასიათებას ყურადღებას არ მიაქცევს. ნიაზის საქმე არის საქმე, რომელიც ნახტად აჩვენებს იმას, რომ უდანაშაულო უვადო პატიმარი, როგორც მინიმუმ ანუ ერთი ან რამოდენიმე უკვე არსებობს ჩვენ საქართველოში. ეს პატიმარი ანუ არის ადამიანი, რომელიც დანაშაულის მოხდის პერიოდში იყო სამხედრო ნაწილში, ერთ ოთახში გამოკეტილი და გასვლა არ ქონდა ოთახიდან. 10-მდე მოწმე არის, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანი საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არის, გარდა ერთი ადამიანის ჩვენების, რომელიც ამბობს, რომ მე მასთან წავედი და ეს კონკრეტული ფაქტი ჩვენ ჩავიდინეთ. 10 ადამიანი იძახის იმას, რომ ჩვენ ოთახიდან გასულები არ ვიყავით. არც ანაბეჭდები, არც დნმ არაფერი არ არის და ადამიანი არის გასამართლებული მხოლოდ იმისათვის, რომ შესაძლოა ეთქვა, რომ ჩვენ გავხსენით დახმაურებული სტატისტიკასია. ეს საქმეები იყო ყველა მაგიარა 2012 წლამდე იყო ეგეთი ფაქტები. ესე იგი უდანაშაულოდ იხდიან ადამიანების სასჯელს თუ სხვა პატიმრების მიმართ ეს საპირწონედ იყო გამოყენებული ამნისტია და 1/4-ით მაინც შემსუბუქდა თუნდაც უდანაშაულო ადამიანებს სასჯელი, უვადო პატიმრების მიმართ საერთოდ არაფერი განხორციელდა. მაგიტომაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის ზოგია პატიმარი უდანაშაულო, არის ზოგია არაპროპორციულად მის სასჯელს იხდის და მაგიტომაც ჩვენ ვითხოვთ საქმეების გადახედვას. სადაც აქ სამართლებრივი ფორმა საქმეების გადახედვა არის. სადაც საქმეების გადახედვა არის საერთოდ აღარ ხორციელდება. შესაძლებელია არის ერთი მომენტი, რომ როდესაც მარგულაშვილი მოვიდა და პრეზიდენტი გახდა, მაშინ დაიწყო უვადო პატიმრების შეწყალება ეტაპობრივად, მაგრამ შემდგომში შეჩერდა ეს პროცესი, იმიტომ რომ რას გარკვეული პოლიტიკური უთანხმოება მოხდა მას და ხელისუფლებას შორის. პატიმრები ისევ ყოველს დაავიწყდა და დღემდე ეს პატიმრები ესე არის. შეწყალება დღეს არ მუშაობს, შეწყალება მუშაობდა სააკაშვილის დროსაც. საათაშორის ყველაზე მეტი პატიმარი იყო შეწყალებული სააკაშვილის, ოღონდ რა თქმა უნდა წინასაარჩევნო აკეთებდა ამასთან გარკვეული პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, თუმცა სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ შეგვიძლია თქვათ, რომ საერთოდ აღარ ახორციელებს პატიმრების შეწყალებას, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ იწყებს, ესეც პოლიტიკური ინტერესი. მე მინდა ახლა ვთქვა ასეთი რამ, რომ როცა მოვიდა ახალი მოსული იყო ეს ხელისუფლება, ქართული ოცნება, მე მქონდა მთელი რიგი ინტერვიუები აი ხალხთან, რომელმაც გაიარა ეს ჯოჯოხეთი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. და ყველა აღნიშნავდა, რომ ერთი და იგივე ხალხი, პროკურორი, რომელიც მცემდა, რომელიც მაწამებდა, ყველა თავის ადგილზე, აი გია ბერძენიძე იყო ჩემთან მოსული და აი მან მოყვა თუ რა ხდებოდა. ხო, და დააწინაურდა მაშინვე ვითხოვდით, რომ ესე იგი ეს ხალხი უნდა გაესამართლებინათ, მაგრამ ეთეთ რაშია საქმე, რომ ჩვენ უნდა შევხედოთ სიმართლეს თვალებში და ვთქვათ, რომ ეს ხალხი უბრალოდ ადრეც ვამბობდი, რომ უბრალოდ ნაციონალები იყვნენ, აი როგორც ხდება, ერთი არის ბოროტი გამომძიებელი, რომელიც სასტიკად ეპყრობა, ასე ვთქვათ, დაპატიმრებულს და მეორე არის კეთილი, რომელიც შეიძლება სინამდვილეში უფრო უარესია ვიდრე ის ბოროტი. ანუ თამაშობდნენ და უბრალოდ ახლა ეს ბოროტები შეცვალეს ვითომ კეთილებით. მაგრამ საქმეზე რო დადგება, ბოდიში იარაღსაც გამოიყენებენ, აგერ რაც მოხდა 20 ივნისის იმაზე. კი მე იმათ არ ვამართლებს, ვინც იყო და უნდა მაგრამ უკან არ დაიხევენ, ანუ ეს უნდა ვიცოდეთ. ერთადერთი ჩვენი ის არის ასე ვთქვათ, რაზეც უნდა მადლობა უთხრათ, რომ აი ქუჩაში არ ხურებენ რაღაც დაღუების გამო. აი რა, ისიც კიდე თქვენ ქალბატონმა სვეტლანამ მომიყვა ესეთი ფაქტი, აი 1 საათი გქონდა რომ ჩვენ
გავსაუბრებოდით, რომ ნიაზი, რომელიც იბრძოდა ცხინვალში, აი ამ ასე ვთქვათ, ხელისუფლების დროს შეყავთ იმ ხელისუფლების ბოდიში იმ ხელისუფლების დროს მეც გამიკვირდა ძალიან თქვი უკვე ყველაფერს ხო აქვს ზღვარი არა ხო და იმ ხელისუფლების დროს შეყავთ იმ საკანში სადაც იყვნენ 20 ტერორისტები რომლებიც ღებულობდნენ მონაწილეობას გორის ტერაქტში და პლუს ეუბნებიან რომ აი ეს სპეცრაზმელია და თქვენს წინააღმდეგ იბრძოდა და სასტიკად გეპყრობოდათო აი ეგეთ ნუ აი ამას რომ გააკეთებს ადამიანი და ის ადამიანი რომ კიდე იმ სისტემაში არის ნუ დარჩენილი აი რომელ იმაზე სამართლიანობაზე შეგვიძლია ჩვენ საუბარი და მით უმეტეს რომ აი როდესაც მე აი რამდენიმე საქმეს ვიციებ და რომ ვუყურებ რა მეთოდით მუშაობს ეს პროკურატურა ნუ უბრალოდ აი მართლა სასაცილოა და აი რო წერენ უბრალოდ ეს ხო დოკუმენტია ეს ხო რჩება სასამართლოს საქმე და რო წერ კაცო მე თუ მინდა ვიღაცის გაძარცვა ხო ესე იგი რაღაცა მინდა წავიღო მისგან არა მაგრამ თუ მოკულებს ყველაფერი ადგილზე ფული სამკაულები ყველაფერი ის ადგილზეა იქ სადაც შევიდნენ გასაძარცვად მათი თითების ნათითურები არ არის არა დაფიქსირებული და აი ამას წერენ და ხო მოვა დრო რომ აი ამოუღებენ და იმედია ცოცხლები იქნებიან და აი ამას არ ეშინიან ჯერ არ ეშინიათ იმიტომ რომ ჯერ იგივე ერთი და იგივე ხალხია და ერთი გუნდია უბრალოდ რაღაც პერეტრუბაციები ხდება ხან ერთი მოდის აი როგორც ციყვირო დარბის ხო და ერთ მომენტში ზევით აღმოჩნდება მერე ქვემოთ აღმოჩნდება მერე ისევე ბრუნდება იმიტომ რომ აი რომ გადავხედოთ ამ ჩვენ პოლიტელიტას ეგრეთ წოდებულს იგივე ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს აი ამ 20 წლის განმავლობაში რაც უყურებ ასე რომ ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს კანონიერით უნდა ვებრძოლოთ და არ მოვეშვათ აი მე ასე ვფიქრობ და აი კიდე რა მაინტერესებს ალექსანდრე აი თქვენი მოძრაობის ну აი გეგმები აი რა გაქვთ კიდე აი რა უნდა რა ღონისძიებები უნდა ჩაატაროთ რომ იმიტომ რაც უფრო უნდა იყოს გამოსვლები უნდა იყოს გავაპროტესტოთ რომ ხალხს ყავს პატრონი იმიტომ რომ ვისაც უპატრონოები დატოვეს ციხეებში კი სრული ამ სიტყვის ნიშნობა აი ამ მომენტში არის აი ამას ვიმეორებ ხშირად რომ დაუშვათ ადამიანს აქვს აღებული ქრთამი 500 ლარი. კი ბატონო, დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისად უნდა აქვს პასუხი. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც შენ ათავისუფლებ ადამიანს, რომელსაც შენვე სასამართლო უმტკიცებს, რომ 52 მილიონი აქვს შეჭმული, მე გულისხმობ იმას უგულავას, როცა შენ ესე იგი ადამიანს, რომელიც არის ნაუმარი ესე იგი სამშობლოს წინაშე ვალმოხთილია არ ჩაუდენია და დანაშაული და ესე იგი უბადო პატიმრობაში ყავს და იქ აქვე შენ ათავისუფლებ გიორგი რურუას რომელიც ადრე იყო კულინარი ჟორიკა რურუა და რეები აქვს ჩადენილი ჩვენ ეს ვიცით ყველაფერი მაგრამ და კიდე თავხედურად გვეუბნები რომელსაც გვახსოვს ეს 90 წლები რომ თურმე პოლიტიკური პატიმარი ყოფილა ну, იცით რა, არ შეიძლება, იმიტომ რომ მე მინდა გავაფრთხილო ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაშია. ცეცხლს ეთამაშებით. იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავის ზღვარი. და აი ესეთი თავხედობა უბრალოდ უპასუხოდ არ დაგრჩებათ. მე ადრე 2007 წელს მაშინ ახალშვიდ დღეში მუშაობდი და ვეუბნებოდი ამ იმას, რა ქვია, ნაციონალურ მოძრაობას პირდაპირ თქვენ დასახიჩრებულ გვამებს გახელებული ბრბო ათრევს ქუჩებში. აი ასე არ მოგივიდეთ ისა, იმიტომ არაფერი არ გვაქვს დავიწყებული, ყველაფერი გვახსოვს. და იმედი არის. ეს შეწყალება როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, აღარ არსებობს პოლიტიკური ინსტრუმენტად. მე ვერ გავიგებ, დღევანდელი პრეზიდენტი აი რა ფუნქციას ასრულებს, ხალხო ამიხსენით. ვერ გავიგე ამ ადამიანის ფუნქცია. ესე იგი შეწყალება პრეზიდენტის რა როლი აქვს უკვე შეწყალებებს კი ბატონო
გამოუშვა კოლელი ორი ოფიციალის კოლელი რომელიც გამოსვლისთანავე ვიღაც კიდე ისა მოკლა. მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არ ცვლილი. შეწყალება ყოველთვის იყო ერთად ბოლო 9 წლის განმავლობაში, როდესაც მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი, შეწყალება იყო ერთადერთი იმედი პატიმრების. იმიტომ რომ გადასინჯვა არ მოხდა საქმეების არც პირობით ვადაზე გათავისუფლების იმედი არ აქვს პატიმარს, იმიტომ პატიმარი რო შედის საპატიმროში, ისე იცის, რომ როგორც არ უნდა მოიქცეს, რაც არ უნდა გააკეთოს, იგი არ იქნება გათავისუფლებული პირობით ვადაზე ადრე, თუ არ ყავს პატრონი. გავლენა თუ ეს არის პრობლემა. ამიტომაც მარგველაშვილის შეწყალების კომისია საკმაოდ კარგად მუშაობდა და მართლა იწყალებდა ადამიანებს, სადაც შესაძლებელი ობიექტურად ეს იყო. ხარვაზები იყო, მაგრამ ეს რაღაც იმედი მაინც ჰქონდა პატიმარს. დღეს არც ეს ინსტიტუტი არ არსებობს და შეწყალება იმისთვის არის, რომ შეიწყალო დამნაშავე. უდანაშაულო შეწყალებას აზრი არ აქვს. ხოლო იმ ბრძანებით, რომელიც გამოიცა 1 წლის წინ პრეზიდენტის მიერ, პრეზიდენტს შეუძლია შეეწყალოს ადამიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც მას უკვე ეხება სამაჯური, უკვე ეხება პირობით ვადამი გათავისუფლება და რისთვის მჭირდება ეგეთი ინსტიტუტი, მით უმეტეს რომ წელიწადში მარტო 10 ადამიანს იწყალებს და ვისიც იმ ადამიანებს, ვისაც ვითომ პოლიტიკური პატიმრები აქვს. ახლა ვადაზე ადრე გათავისუფლება. როგორ მუშაობს აქ ადგილობრივი საბჭოები პენიტენციარში? სანამ ამაზე გადავალ, მე მინდა ვახსენო აი ზუსტად უვალდო პატიმრების ჭრილში იგივე პატიმრები, რომლებიც დღემდე იხდიან სასჯელს, იმის და მიუხედავად რომ მათ შეეხო 1/4-ით 2012 წლის ამნისტია, თუმცა შეიძლება შეეხო 2021 წლის ამნისტიას რაღაც კუთხით, მაგრამ მაინც არიან საპატიმროებში და იხდიან სასჯელს. ანუ პირები, ვისაც მიესაჯა სასჯელი 20-ზე მეტი წლით სააკაშვილის დროს, ამ პირების საქმეები უნდა გადაიხედოს. მაგალითად, ირაკლი დოკვაძე, ანუ ყველამ ვიცით ამ ფაქტის შესახებ, ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ანუ ცოცხალი იდეისაგან არის დარჩენილი, გამსახურდი ის იდეისგან, რომელიც ჰქონდა, რომელიც გამთლიანება და დამოუკიდებლობა მოუტანა საქართველოს. ერთადერთი ცოცხალი იდეა დარჩა საქართველოში, აი ჩვენი საერთო რაღაც ქართული ეროვნული რაღაც ერთობის და ის იდეაც კი მოამწყვდია საპატიმროში სააკაშვილის დროს შეთითხნილი ბრალდებით და ეგეთი ადამიანები ბევრი არიან. ყველა გაიძახის იმაზე, რომ სამართლიანობის აღდგენა უნდა აღდგეს. ირაკლი დოკვაძეს ჭრილში ეს ადამიანი არის უდანაშაულო და როდემდე უნდა იყოს საპატიმროში, თუმცა საქმე არ კეთდება და ვხედავთ, რომ უბრალოდ ერთმანეთში რაღაც ერთ გურთს ათამაშებენ. რაც შეეხება ჩვენს მოძრაობას და კონკრეტულ გეგმებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი გეგმა პირველი არის საკმაოდ პრაგმატულად უდგებით ყველაფერს და ჩვენი გეგმა არის, რომ მიზანი არის, რომ სასჯელსვლების რეფორმა მოხდეს, საკმაოდ სრულფასოვანი და ჩვენ დაწერილი გვაქვს კიდევაც ეს რეფორმა დაახლოებით 150 წელზე გაწერილია ყველა დეტალი. და ასევე ნარკოპოლიტიკის რეფორმა. სასჯელსვლების რეფორმას ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს და დეტალი, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირობით ვადამდე გათავისუფლების მომენტი. ეს არის მექანიზმი, რომელიც ათავისუფლებს პირს მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ ის არის გამოსწორებული ეგრეთ წოდებულად, ანუ რესოციალიზაცია არის მიღწეული და ახალი დანაშაულის საფრთხე არ არსებობს. თუმცა საბჭოები, რომლებსაც მართავენ პირდაპირ პარლამენტის შენობიდან და სხვადასხვა თანამდებობის პირები არათავისუფლებენ იმ პატიმრებს, ვისაც მართლა ეკუთვნით გათავისუფლება, ათავისუფლებენ მარტო იმათ, ვისაც ყავთ პატრონები. ან ისეთ პატიმრებს, ვისი გათავისუფლებით პოლიტიკური რაიმე პრობლემა არ შეექმნება ხელისუფლებას. ათავისუფლებენ ადამიანებს ისეთი ბრალდებებით, როდესაც ამბობენ მაგალითად საბჭოების წევრები უკვე სასამართლოებში, როდესაც ჩვენ ამ საქმეებს ვასაჩივრებთ, რომ კანონის უზენაესობას და თანასწორობას არიყენებენ პარლამენტიდან საბჭოები. კი, პარლამენტი, სამინისტროებიდან და ასე შემდეგ, ანუ ვინც გასაშვებია მათი აზრით, ის იქნება გათავისუფლებული, ვინც არ არის გასაშვები მათი აზრით, არ იქნება გათავისუფლებული. რა კაი ადამიანის არ უნდა იყოს. პატრონი ჩათვალეთ, რომ ესე იგი ახლა ყველა უბრალოდ ხوار ხდება, ახლა შეიძლება ჩემი ნაცსავი იყოს და მე ვარ თანამდებობის პირი. მაგრამ იმის გამოშვებით, ესე იგი, ჩემი პოლიტიკური კარიერა შეიძლება დასრულდეს, არა?
მე მგონია უბრალოდ ფული მიაქვს რაღაც ბუდიში ეს მაგუთი მოჭრილი და მე მოვიტანე ამდენ და თუ გინდა 10 კაცი რაღაცას მოვიფიქრებ ჩუმად გამოვუშვებ და რაღაც აი ესეთი მე შეგრძნება მაქვს აი ესეთი დიახ გთხოვ 1/4-ზე ვიტყვი რომ 1/4 რომ ეს თვითონ მიიღეს კანონით და ამტკიცეს ხელი მოაწერეს და სად არის ეს 1/4 თავის ჯიბისთვის ჯიბეში ჩაისვეს ეს კანონი გამოუშვეს მაგალითად კორტების სპეცოპერაციის ხალხი 1/4-ით შეიწყალეს და გამოუშვეს რურუა გამოუშვეს მერაბიშვილი რომელიც აშკარად ხალხის წინ ტელევიზიის წინ ითხოვდა ორგვამს გიგი უგუალა რომელმაც 52 მილიონი შეჭამა და თუ მკვლელები ცინდელიანის მკვლელი რომელიც ზღვაში ჩააგდეს მოკლეს მერე აი ესენი იყვნენ 1/4-ში გათვალისწინებულები და გამოშვებული რატო არ არის ამ პატიმრებზეც ეს 1/4-ია თუ შემსწავლელი კომისია აი ვერ ავხსნი ივრიდიულ სწავლობ 16 წელიწადია დედა ვარ ქალი ვარ მოქალაქე ვარ მაგრამ ამ არეულობას ვერ ვხსნი როცა შერჩევითი არის კანონი ზიან უდანაშაულო ბიჭები ეხება დამნაშავეებს გარეთ არიან და ჩვენ არაფერი საჯველაძე გარბის წინასაარჩევნო ძახის გავაცილებლად მოგხედავთ და არ არსებობს ტყუილები ასე იყო ბესელია შემსწავლო კომისიას ავცილებლად ჩამომავალი კარგი მაგრამ დასასრული ხონდა კონდეს კარგი სააკაშვილი დამნაშავეა ჩამაგდო ორმოში მე ვარ 16 წელიწადია ბნელ ორმოში მოვიყვანე ეს თავრობა ხო ამ თუ არა მომიყვანე იმ ორმოდან ვინ ხარ შენ სააკაშვილი ხარ რეციდივისტი ხარ რომ ჩემზე რეციდივისტო ვარ თუ არა მართალი მე უდანაშაულო საქართველოს თლიანობისთვის მებრძოლი ვაჟკაცი პატიოსანი მიზის და მსხვერპლი ვარ ვიღაცის თუნდაც მირზა სუდენიანის რომელმაც გადაამისა მათთან მკვლელობა და ვიღაცას ხელი დააფარა მე საჩივარი ისათვის ჩვენ ვეფრობით იმ აზრს რომ ყველა ადამიანი შეიძლება ყველა ადამიანს აქვს ჩადენილი რაღაც დანაშაული არ არსებობს ამ ქვეყნად არც ერთი სრულწლოვანი ადამიანი რომელსაც ცხოვრებაში რაიმე ისეთი არ ჩაუდენია რომ ისმისაც არ მიეცემოდა პასუხისგებლობაში უბრალოდ ვიღაცას გაუმართა ვიღაცას არა შესაბამისად ჩვენი მოძრაობის ანუ მიზანი მაინც და მაინც ჩვენ ხედავთ აი ამ უსამართლობას და შერჩევით სამართალს, როდესაც ადამიანი მოყარავს, თქვა გურდობას ჩაიგდენს, იმიტომ რომ შიოდა ამას ჯიან წლობით, ხოლო ადამიანს რომელსაც მოყარავს, თქვა 50 მილიონს, ის არის პოლიტიკური პატიმარი თუმცა თურმე. ჩვენი მოძრაობის ანუ მიზანი არის რომ ეს სისტემა მოისყოს მოისყოლა მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიტიკური მზაობა იქნება და შესაბამისი გუნდი მოვა ხელისუფლებაში, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი მოთხოვნები არის, რომ საჯარისმლობის სისტემა შეიცვალოს. ეს ნიშნავს იმას, რომ პირობით ვადაზე გათავისუფლების მექანიზმი სრულიად შეიცვალოს და აი ამ საბჭოების კომპონენტი სრულიად ამოვარდეს ამ მექანიზმიდან, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ქულათა სისტემა, ჩვენ შეცვალოს, დიახაც, ამოვარდეს. ქულათა სისტემა უნდა არსებობდეს. ანუ ამ ქულათა სისტემას რა თქმა უნდა მოსდევს ის, რომ საპატიმრობი არ უნდა იყოს 2000 პატიმარზე გათვლილი, უნდა იყოს გათვლილი 500 პატიმარზე. უნდა შესთავაზოს ხელისუფლება პატიმარს რესოციალიზაციის შესაძლებლობა. დღეს ამის ალტერნატიული გზა უბრალოდ არ არსებობს. ანუ პატიმარი რო იხდის საჯელს და მერე თავისუფლდება, არის ის რა უნდა გააკეთოს სხვა. გაჭირებულია და იძულებული არის ამნისტიაზეც საუბრობდა, თქვენ რამდენად მიგაჩნიათ ხა რეალურად რომ კიდევ ერთი ამის რეალურად იქნება, ოღონდ არის რა მომენტი, ანუ ჩვენ მივყვებით კონკრეტულ გეგმას. გეგმა არის ის, რომ საჯი ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მართლმსაჯულების რეფორმა არის საჭირო, საჯარისმლობის რეფორმა არის საჭირო და ნარკოპოლიტიკის რეფორმა. ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოს საშუალებას, არ უნდა იხდიდეს სასჯელს წლობით ციხეში. მას უნდა შესთავაზოს ხელისუფლება რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და სამკურნალო ღონისძიებები. მართლმსაჯულების კუთხით, როდესაც ჩვენ ვხედავთ საპროცესო შეთანხმებების ინსტიტუტს, რომელსაც პროკურატურა იყენებს სათავისო და ადამიანებს ხშირად უდანაშაულოდ სვავს ციხეში, იმიტომ რომ ადამიანს არ აქვს იმედი, რომ სასამართლო მის საქმეს სამართლიანად განიხილავს და გაამართლებს. თან ხდება და მიდის ციხეში, თუმცა უდანაშაულო არის.
ამის საპირწონედ და მოსამართლეს ჩვენ ვითხოვთ მართლმსაჯულების სისტემის კომპონენტში, რომ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უფლება მიესაჯოს ადამიანს მის სასჯელი, რომელიც უფრო მინიმუმზე ნაკლები არის, ვიდრე კოდექსით არის გათვალისწინებული და არა უკვე ექსკლუზიურად ეს უფლება ჰქონდეს პროკურატურას. ასევე აღკვეთი ღონისძიების შემთხვევაში 75% აღკვეთი ღონისძიებების, რომელიც გულისხმობს გირაოს, არ სრულდება, იმიტომ რომ ადამიანებს ფიზიკურად არ აქვს იმ თანხის გადახდის შესაძლებლობა, რა თანხაზეც სასამართლო ანიჭებს. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ მოხდეს ელექტრონული სამაჯურის, რაც მელიას შემთხვევაში იყო ძალიან კარგად გამოყენებული, როგორც ძირითადი აღკვეთი ღონისძიების კომპონენტში ჩასმა, რომ სასამართლოს გქონდეს შესაძლებლობა აი ამ სამაჯურით გაათავისუფლოს და სასამართლო პროცესის დროს პირი იყოს გარე და არა ციხეში. საბოლოოდ არის, როდესაც ჩვენ ყველანი შევხვდებით, ჩვენ საზოგადოება, ჩვენი მოძრაობა, რომელსაც ყავს 3000 გაწევრიანებული წევრი, პატიმრები ვისაც საზოგადოებაზე. თქვენი ორგანიზაცია ბევრი წევრის განშტოება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვართ კიდევ და ყოველდღე ათობით ადამიანი იღატება ჩვენს მოძრაობას. როდესაც ჩვენ ყველანი შევხვდებით იმაზე, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს აი ამ სისტემებში, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ პირები აი ამ ხარვეზების მსხვერპლები არიან და იხდიან სასჯელს. ამის საპირწონე შეუძლებელი ყველა საქმე განიხილოს. უნდა იყოს ამნისტია. ამის საპირწონე არსებობს ამნისტია, ობიექტური ამნისტია. მე ამ კონკრეტულ ეტაპზე ვერ ვიტყვი რა სახის ამნისტია უნდა იყოს, მაგრამ ის უნდა იყოს ფართომასშტაბიანი, ობიექტური და აი ამ ყველა ხარვეზის საპირწონე. შესაბამისად, უღადო პატიმრების კუთხით, რა თქმა უნდა, საქმის გადასინჯვას ვითხოვთ, იმიტომ რომ ამნისტია ცოტა ძალიან რთული არის ამ შემთხვევაში. და ამ კონკრეტულ მოთხოვნას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რეალურად ძალა, ჩვენ ვართ 10,000-ობით პატიმარი, როგორც მინიმუმ 7,000 პატიმარი, ვისაც აქვს საარჩევნო უფლება, 1000-ობით ყოფილი პატიმარი, პრობაციონერები, წინასაარჩევნოდ ახსენდებათ. წინასაარჩევნოდ ახსენდება ყველას პატიმრები. ბოლოს გაჟღერდა 1-2 სიტყვა, ანუ სხვადასხვა პოლიტიკური პირის მხრიდან და პატიმრები ახსენეს, თუმცა ჩვენ ვეუბნებით ელემენტარული მელიას, რომელიც თვლის, რომ 3 თვე რო გაატარა ციხეში ყოფილი პატიმარი არის, თუმცა ჩვენ 3 თვე, რაც ბევრი მეტი გავატარე და ადამიანები 16 წელია უკვე იხდიან სასჯელს, 23 წელიც, იგივე ირაკლი დოკვაძე, ეს არ ნიშნავს, რომ იყო ყოფილი პატიმარი, იგივე ანა ნაცრიშვილი, რომელიც უცებ სხვა თემაზე საუბრობდა და უცებ დაიწყო საუბარი ყველა სხვა დანარჩენ პატიმრებზე ქულების, მე ესე ვხედავ ქულების დაწერის მიზნით. ჩემი აზრი არის. ჩვენი პოზიცია, ჩვენი მოძრაობის, ჩვენი პატიმრების და ოჯახის წევრების, ვინც ვარ დაახლოებით 60,000 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ შედეგს და არ გვჭირდება არავისი უბრალოდ ხული დაპირება. ჩვენ უკვე 9 წელიწადია ვისმენთ ამ დაპირებებს და შედეგი არ არის. თუ მზად არის კონკრეტული პარტია, ისე მაგალითად როგორც მაგალითად იაგოს დაუკავშირდი და შემდეგ კონკრეტულად რაღაც კონსულტაცია საკმაოდ ესეთი საქმიანი ურთიერთობა დაიწყო, აი კვირის ბოლოს უკვე პარლამენტში გვექნება გადაცემა და კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთ, როგორ დავუშვათ ამ პარტიის, ანუ დაპირება. ერთადერთი პოლიტიკოსი, მე არ ვიტყვი, მე არ ვემხრობი არც ერთ პარტიას ამ ეტაპზე, მე ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ იაგო ერთადერთი ადამიანი არის, ვინც მიპასუხა და მითხრა, რომ მოდი ვიმუშაოთ. ვინც საუბარ გამოთქვა, და რომელმაც მე შემიძლია დღეს ჩემი რეკლამის გულისთვის რამე თქვა საჯაროდ, მაგრამ არ მინდა ისეთი რაღაც თქვა, რასაც ბოლოს შედეგს ვერ დავდებ, მაგიტომაც დავждდეთ და ვისაუბროთ. გამოჩნდება რას შემოგთავაზებთ ბატონი იაგო და როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკება? არ ვიცით ხო, როგორ დასრულდება, არ ვიცით, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, ქართულ ოცნებასთან ობიექტურობიდან გამომდინარე ვსადვართ, რომ დავждდეთ და ვისაუბროთ, თუმცა იმედი რა თქმა უნდა არა გვაქვს, რომ 9 წელიწადი და 2021 წლის სამართლის პოზიცია იგივე თავიდან ოცნებას. კი, რა თქმა უნდა. მაგიტომაც იმედი არა გვაქვს, თუმცა ყველა პოლიტიკურ სუბიექტი, რომელიც არის საქართველოს, ჩვენ მზად ვართ, რომ დავждდეთ, ვისაუბროთ, კონკრეტულ გეგმაზე შევთანხმდეთ და კონკრეტული რეფორმებზე შევთანხმდეთ და მოვაწევროთ ხელი მემორანდუმს შეთანხმებას, რომ ეს კონკრეტული იქნება განხორციელებული უახლოეს პერიოდში, გარკვეული ოფიციალური დოკუმენტი. ოფიციალური დოკუმენტი. არის მხოლოდ საუბარი საუბრისთან. ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება და მე
როგორც მოძრაობის დამფუძნებელი ერთ-ერთი ჩემი მიზანი არის ის, რომ არ მივცე უფლებას არც ერთ პოლიტიკურ პირს, პარტიას თუ სუბიექტს, რომ პარტიმრები ან პატიმართა ოჯახები შეცდომაში შეიყვანონ თავისი ტყური დაპირებებით. მხოლოდ საქმეზე ვართ ორიენტირებული. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა სრულდება, ბევრია სათქმელი, დაგვრჩა სათქმელი და მე უბრალოდ მინდა ცოტა განმარტება გავაკეთოთ, რომ აი რატო უშვებენ იმ ადამიანებს, რომელსაც არ ეკუთვნით დაშვება და რატო ტოვებენ ადამიანებს, რომლებიც უნდა თავისუფლებაზე ეყო. იმიტომ რომ იმათ, ვისაც უშვებენ, ესენი არიან ისეთი ადამიანები ყველაფერზე წამსვლელი და აი ხელისუფალი ფიქრობს, რომ ეს ადამიანი ეს გამომადგება მე, მაგრამ აი ეს ადამიანი, რომელსაც იბრძოლა სისხლი, არა ის ჩემ უკანონო ბრძანებებს არ შეასრულებს და შეიძლება ჩემს წინააღმდეგ აი ეს არის ძალიან უბრალო პრინციპი. სამწუხაროდ აი ესეთი ჩვენ საზოგადოებაში არის აი ესეთი მორალი გაბატონებული. აქ მახსენდება გენიალური ამერიკელი მწერალი სამუელ კლემენსი, იგივე მარკ ტვენი, რომელიც ამბობდა 2 ცენტის ქურდი ქურდია, 2 მილიონის ქურდი საზოგადოების საპატიო წევრი. აი სანამდე ასეთი მორალი იქნება ჩვენთან, ვერაფერი გვეშველება, მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ ჩვენ ადამიანები, რომლებსაც არ ჩაგვიდენიათ რაღაც ისეთი ყველა ცოდვილი ვართ, მაგრამ რაღაცა ისეთი კრიმინალური დანაშაული არ ჩაგვიდენია არც ადამიანების მიმართ, არც მით უმეტეს სახელმწიფოს მიმართ, ჩვენ უფრო მეტნი ვართ და დადგება დრო, როცა ვერ ირსებით ჩვენ იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აი ამ ბოდიში და მკრალ ჭაობიდან გამოგვანს, რომ 30 წელი რომ ვიმყოფებით. ამით გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ უფლისნება იქნება, შემდეგ ორშაბათს 18 საათზე ჩვენ კვლავ შევხვდებით საქართველოს ხმის სტუდიაში.